მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. სულმასი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. საკმაოდ დიდი ხანია არ გამოჩენილი ვარ, ცოტა მეც დაფისვენ ესე რა ვთქვათ, რთული ზაფხულისგან. და დაგიბრუნდით, განვაახლე მუშაობა, ისე რომ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გაშლობთან დაკავშირებით მითითებულ ნომერზე, რომელიც მაქვს ხოლმე ვიდეოების ქვემოთ შემეხმიანეთ WhatsApp-ში. ვეცდები, რომ ამ დღეებში აქციების კუთხითაც გაგანებივროთ, რომ რაღაცა როგორ დაგეგმოთ უკვე შვებულებიდან გამოსული პერიოდი, ხო, რომ ნახოთ და მოკლედ ვეცდები, რომ ყოველდღიურად რაღაცნაირად გაგანებივროთ გაშლებით ხოლმე. ეხლა კი მინდა რომ გავაკეთო ესეთი გაშლა. ავიღოთ ესეთი სიტუაცია, ხო, რაღაც ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ პირად ურთიერთობებზე ვაკეთებ ძირითადად, ხო, იმიტომ რომ მოთხოვნაც ესეთი ან ფინანსებზე, ან რაღაცა ესეთი მომენტი. ტაროს ძალიან ბევრი რამე შეუძლია, ესე რა ვთქვათ, ხო, ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური კუთხითაც კი შეუძლიათ დახმარება, გაცნობიერება, ესე რა ვთქვათ, საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი თავის შესწავლა. ასე რომ ტარო არ არის მარტო ის ინსტრუმენტი, როდესაც ვთქვათ, ფიქრობს, გზნობს, რას მოიმოქმედებს ან რაღაცა ვთქვათ, ფინანსური რესურსი ან კარიერა როგორ წავა. ამით შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე გავაცნობიეროთ, ხო, ან თუნდაც ის მომენტები რა გვაქვს დასათმობი, ხო, ყველა ადამიანს გვაქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. რა უარყოფითი თვისებები გვაქვს დასათმობი, რა დადებითი თვისება უნდა შევისწავლოთ კიდევ, ხო? ისეთი მომენტი, როდესაც რაღაც შინაგანად გვბოჭავს და ვერ ვაცნობიერებთ რა არის ეს, შეიძლება იყოს რაღაცა ტრაუმის მომენტი, რომელიც შეიძლება არც კი ვაქცევთ ყურადღებას და რეალურად ეს არის პრობლემა, ესე რა ვთქვათ, ჩვენი წარმატები, ჩვენი წინსვლის. ასე რომ ტარო კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ არის ეს უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი, სადაც შეგვიძლია რომ აი უბრალოდ რაღაც რას გრძნობს და რას ფიქრობს ან რაღაც გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს იყოს სიტუაცია, არამედ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან შეიძლება სიღრმისეულად ჩაეძიოს ჩვენს ქვეცნობიერს და ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდოს საკუთარ თავზე, რომ შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ თურმე რამდენი დაფარული რამე ყოფილა ჩემს თავში, რომელსაც უბრალოდ არ ხედავდით, ხო, არ ვაღიარებდით, შეიძლება თუ ვერ ვახერხებდით ამოცნობას და შეცნობას საკუთარი თავის. მოკლედ, წაგართვით დრო, ბოდიში ამ თქვენი დროისთვის, იმიტომ რომ დრო ძალიან ძვირფასია. მაგრამ უბრალოდ მინდა და რაღაცა ეს მომენტებიც დამესახა, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან კარგად მეხმარება ხოლმე ჩემი რაღაცა სიტუაციების დამუშავებაში ჩემს სამეგობროსთანაც ყოველთვის გვაქვს ძალიან უყვართ ხოლმე და რო ვამუშავებთ, ხვდები, რომ დღითით ხვდები, რომ კიდე იმაზე მეტი შეუძლია ტაროს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია საერთოდ. დღევანდელ გაშლას რაც შეეხება, მე მინდა ესეთ რამ გავაკეთოთ. რისი თქმა სურს სამყაროს, აი კონკრეტულად ისე, აი ერთი არკანით ვეცდები, რომ ერთი არკანით გავაკეთო ეს ყველაფერი, რისი თქმა სურს სამყაროს, რასაც ვთქვათ, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, ხო, ჩვენს ცხოვრებაში. ნახოთ. ვარიანტებით იქნება, ვარიანტი თქვენ თვითონ აირჩიეთ. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ცოტა მოვწევ, ჩანდეს და მესამე ვარიანტი, არ ჩანს კარგად და ამიტომ დავიხმარებ. პირველი იქნება ვარდისფერი კვარცი, შემდეგი იქნება ავანტიურინი და მესამე ლაზურიტი. მოკლედ, სამი ვარიანტი გვაქვს. რისი თქმა სურს სამყაროს, რა არის ის, რის გაცნობიერებაც გვჭირდება ეხა ამ ეტაპზე სამყაროს თვალით დანახული, ხო? თან დასტაც რაღაცა ისეთი სამყაროს თვალით დანახული
მდგომარეობა, რისი გაანალიზება შეიძლება გჭირდებოდეს. იმედი აირჩიეთ და მე ვეცდები ხარ თითოარკანით, რა თქმა უნდა, თუ დასამატებელი გახდება, აუცილებლად დავამატებ, მაგრამ ვეცდები თითო არკანით გითხრათ ის, რაც უნდა რომ გითხრათ სამყაროს. ვინც აირჩია ვარდისფერი კვარცი პირველი ვარიანტი. სამყაროს რა უნდა რომ გითხრათ პირველ ვარიანტო. თუ თქვენ ნახეთ, გაქვთ ისეთი მომენტი, როდესაც ცოტა არ იყოს და ეჭვგეპარებათ თქვენს რესურსში, თქვენს ძალებში, თქვენს სურვილების, მიზნებისკენ მისვლაში. სამყარო გეუბნებათ იმას, რომ თქვენში არის ის ძალა, თქვენში არის ის პოტენციალი, რომელიც არის გასაყიდველი, ხო? რომელიც, ნახეთ, სარკეში რომ ჩაიხედავთ, ხო, დაინახავთ საკუთარ თავს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეცადეთ, რომ აი სარკეში ჩახედვის დროს დაინახოთ ის ძლიერი პიროვნება, ის მიზანდასახულობა, ის იმ შიშების დაძლევის მდგომარეობა, ხო, ანუ ხა ყველა ადამიანს თავისებურად აქვს თავისი შიშები. აქედან გამომდინარე, აი სამყარო რას გეუბნებათ, იცით რა გაქვთ დასამუშავებელი? თქვენ გაქვთ დასამუშავებელი საკუთარი თავის თვით დაჯერება, ხო? აი არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს სურვილში, თქვენს მიზანში, თქვენს შესაძლებლობებში, ხო? თუ თქვით რომ რაღაცა მე ვარ 45 წლის ან 50 წლის და რაღაც დროს ჩემი თქვათ ინგლისური სწავლა ან რაღაც იტალიური ან რაღაცა ჩინური, ხო? ანუ თუნდაც რაღაც დროს ჩემი რაღაც აი ხშირად მესმის ხოლმე ეს სიტყვები. ისეთი ქალბატონებისგან და მამაკაცებისგან, რომლებსაც ჯერ მართლა წინა აქ ცხოვრება. არ შეგეშინდეთ არც ერთი წამოწყების. ნახეთ, ადამიანის ასაკი განისაზღვრება არა ციფრებით, არამედ მისი ცხოვრებისადმი მიდგომით. ანუ მისი სულიერი მდგომარეობით. ბევრი არის ასაკოვანი უკვე, ესე ვთქვათ, 70-75 წლის ადამიანი, რომელიც შეიძლება ბევრად ახალგაზრდა იყოს, ვიდრე 20 და 22 წლის ადამიანი, რომელსაც უკვე ყველაფერი თითქოს რაღაცა ყველაფერში პრობლემას, ყველაფერში რაღაცა სიტუაციას ეძებს, რომ აი რაღაც დროს ეს არის, ჩემთვის ეს არ შეიძლება, არა, ყველაფერი შესაძლებელია ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ნორმას და რაღაცა ესე ვთქვათ, ჩარჩოებს არ უნდა გავცდეთ, ну ზოგადად ჩარჩომი არ მიყვარს, მაგრამ ну ხა არის რაღაცა ისეთი სიტუაციები, რომ იმ ჩარჩოს მართლა არ უნდა გავცდეთ, ხო? და აი ეს ის მომენტია, როდესაც პირველ ვარიანტს სჭირდება საკუთარ თავში მონახოს ძალა, თუნდაც რაღაცა აქვს გადასაწყვეტი, თუნდაც პირად ურთიერთობაში ადამიანი ერთ წრეზე ატრიალებს, არაფერი გადაწყდა 10 წელი და ну ვერც შორდება და ну თან უკვე ყველაფერი ამოვიდა, ხო, რაღაც ზღვარს გადასცდა. მიიღეთ გადაწყვეტილება, ნახეთ, ენდეთ საკუთარ თავს პირველ რიგში. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და საკუთარ მიზნებისკენ. თქვენ შეგიძლია, თქვენ გაქვთ იმის რესურსი. უბრალოდ აქ არის ის მომენტი, როდესაც არ გინდათ რომ აღიაროთ მომენტები, რომელიც ხელს უშლის თქვენს ცხოვრებას, მომენტები, რომელიც ხელს უშლის თქვენს რაღაცა წინსვლას. ასე რომ, პირველო ვარიანტო, გეტყოდით ესეთ რამეს, რომ სამყაროს უნდა და სამყაროს თვალით დანახული თქვენი დასამუშავებელი სიტუაცია, რომელიც ეხლა ამ ეტაპზე გაქვთ, ეს არის თქვენივე თვით შეფასება, თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უნდა მომართოთ წარმატებისკენ, სიძლიერისკენ, მიზნისკენ და წინსვლისკენ. უკან დახევის დრო აღარ არის, უკან რაც მოიტოვეთ, ეს მოსატოვებელი იყო და ეხლა უკვე დრო არის იმის, რომ აი წინ წახვიდეთ და შესაბამისად აი გჯეროდეთ პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ.
საკუთარი თავის რწმენა ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობაა პირველი ვარიანტისთვის. ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც ავანტიურინი აირჩია, ვერავირე. რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტს აქვს ესეთი მომენტი, როდესაც მე ესე გეტყვით, რომ მეორე ვარიანტს სამყაროს უნდა რომ უთხრას, რომ სიტუაციები, რომელშიც ხედავთ სირთულეს, შეიძლება ითქვას, ეს არ არის ის სირთულე, რომელიც როგორც თქვენ ხედავთ. თქვენ გჭირდებათ ემოციური ბალანსის პოვნა. ემოციური ბალანსის შექმნა. და ნახეთ, როდესაც ხვდებით ისეთ სიტუაციაში, სადაც აი თითქოს გამოუვალი მდგომარეობა არ არის, ეცით რა მომენტია, არ არსებობს სიტუაცია, სადაც გამოუვალი მდგომარეობა არის, ერთადერთი გამოუვალი მდგომარეობა არის, როდესაც ადამიანი ფაქტიურად, ფიზიკურად ვეღარ იქნება ამ მატერიალურ სამყაროში. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერში შესაძლებელია იყოს გამოსავალი. თუ სიტუაცია არის ისეთი, როდესაც გამოსავალი არ არის, არის ხანდახან ეგეთი მომენტებიც, რომ რაღაცა უკვე ისეთი სიტუაცია რო ხა თქვათ დავშორტით და სხვა გამოსავალი აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა აღარ გამოვა, ხო? არის ესეთი მომენტი, იქ იმიტომ რომ რაღაც თქვათ ძალიან პირად სივრცეში ისე შეეხო და ისე დააბლაგდა ყველაფერი, რომ რაღაცა აღარ გიზიდავთ ეს ადამიანი, აღარ არის ის ტოლვა, აღარ გიყვართ და ასე შემდეგ, ხო? ნახეთ როგორი მომენტია. თუნდაც ეგ სიტუაცია არის ის მომენტი, როდესაც სამყარომ შეიძლება მოგაშორათ ის სირთულეები და კიდევ უფრო გართულებული მდგომარეობა. ამიტომ მეორე ვარიანტს ჭირდება როგორი მომენტი, იცით რომ ხშირად მე ესე ვეტყვი, რომ მეორე ვარიანტის წარმომადგენლები ხშირად თვითონაც იგდებენ თავს გამოუვალ სიტუაციაში და რითი? თავიანთივე ფიქრებით. როდესაც ვფიქრობენ რაღაცა ნეგატიურ მდგომარეობაზე, რაღაცა ნეგატიურ სიტუაციაზე, თითქოს აი იზიდავთ ამ ყველაფერს. ისე რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს დაიმახსოვრად და ყველა გამოუვალი სიტუაცია, რომელსაც მართლა აღარ არსებობს, რომ აი არანაირი გამოსავალი არ არის ამ სიტუაციაში, ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც უნდა გესწავლოთ. ეს არის ის სამყაროს საჩუქარი, რომელთაც მომავალში არ დაუშვებთ შეცდომას, რომლითაც სხვა დროს აღარ გეტკინებათ, რომლითაც ისწავლით საკუთარი თავის პატივისცემას, რომლითაც ისწავლით რაღაცა აღარ მიხვიდეთ იმ ჩიხამდე, ხო? ისე რომ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო ცოტა მეტად მიენდეთ სამყაროს და ყველაფერს შეხედავთ მუქი სათვალით. ხანდახან მაინც აი ნახეთ გჭირდებათ თქვენ ვარდისფერი ფერების შეტანა თქვენს ცხოვრებაში. რაღაცა ემოციების შეტანა, სიმშვიდის შეტანა და ხანდახან თავს მისცეთ იმის უფლება, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, უბრალოდ მოიქცეთ ბავშვით, უბრალოდ მოიქცეთ რაღაცა აი ესეთი დაუფიქრებელი ნაბიჯებით. მესამე ვარიანტი ვინც აირჩია, ნახოთ. აი მესამე ვარიანტის ადამიანებს ვეტყოდი იმას, რომ დასამუშავებელი რა გაქვთ. საკმაოდ რესურსული ხართ. საკმაოდ წარმატებული ხართ. ფაქტურად სამყარო გაძლევთ ყველანაირ მდგომარეობას. აქ დასამუშავებელი კი არა, უფრო მე ესე ვიტყოდი, რომ შეირგოთ ცხოვრება,
კარგი იქნება. ნახეთ, თუ თქვენ რაღაცა პრობლემების წინაშე გახართ, გეტყვით იმას, რომ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ დაამუშავე საკუთარი თავი იმ რაკურსით, რომ აქამდეც მოხვედი შენი ძალებით, აქამდეც გააკეთე ყველაფერი, რასაც მიაღწია საკუთარი ძალებით. არ ვიცი, აი მესამე ვარიანტა რო გითხრათ, რომ აი ამ წუთას რაღაცა ესეთი კაფიოდ გაქვთ დასამუშავებელი, თქო, ნამდვილად არ ჩანს, როგორც პირველ ვარიანტსა და მეორე ვარიანტს შორის იყო. აქ უფრო მეც ესე გეტყვით, რომ უნდა დატკბეთ იმ ცხოვრებით, რომელსაც სამყარო გაძლევთ. ნახეთ, შეიძლება ვიღაცა მითხრას, რომ აი მესამე ვარიანტი ავირჩიე და რომელიც ცხოვრებით დავტყვე, როცა თქვათ, რაღაც სამსახური არ მაქვს, რაღაც პირადში არეული მაქვს სიტუაცია და ასე შემდეგ. აქ უფრო იცით რა მომენტია, რომ აი ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, მესამე ვარიანტის წარმომადგენლებმა კარგი იქნება თუ ისწავლიან და ექნებათ ესეთი მომენტი მინიმალური ბედნიერებების მიღებაში. ნახეთ, ბედნიერება არ არის რაღაცა სახლი, ბედნიერება არ არის სამსახური, ბედნიერება არ არის ფული. ბედნიერება არის ის ადამიანები, რომლებიც გვაძლევენ დიდ სიყვარულს, რომლებიც გვაძლევენ ძალიან დიდ ემოციას. ბედნიერება არის ის, რომ ყოველი დილა გვითენდება, ვისაც შვილები ყავს და ოჯახი ყავს, აქვს იმის საშუალება, რომ თავის შვილებს შეხედოს, თავის ოჯახს შეხედოს. ბედნიერებაა ის, რომ ხარ ჯანმრთელი. ბევრი ადამიანი ნატრობს ჯანმრთელობაზე, ხო? აი, იცით რა არის, ნახეთ, ხშირად ყოფილა ესეთი მომენტი, რომ აი ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ვიყო მილიონერი. არა, მილიონერი რო იყო, ბედნიერი ვერ იქნები. შენ მილიონერი, ნებისმიერი ადამიანი მილიონერი მაშინ არის, როდესაც მას თვალებში უციმციმებს ის ნაპერწკალი, ის რაღაცა ნათელი, რომლითაც სული თბება, ხო? ამიტომ მესამე ვარიანტს არ გაქვთ არაფერი ისეთი დასამუშავებელი, უბრალოდ გჭირდებათ ცოტა შეხედოთ სხვა თვალით თქვენს ცხოვრებას, ცოტა უფრო მინიმალისტურ სიტუაციებში, მდგომარეობაში იპოვოთ ის, რაც ყველაზე ძვირფასია და თქვენ ყველაფერი დაგილაგდებათ, ხვდებით, თუ რამე პატარა პრობლემების წინაშე გახართ. ყოველ შემთხვევაში მესამე ვარიანტი ეს არის ადამიანებისთვის, ვისაც წარმატებას მიაღწიეს თავისით, ვინც გაიარა, ვინც მართლა გახდა ის ადამიანი, რომელმაც გაწია ყველა ჭაპანი, ესე რომ ვთქვათ, რომ ცხოვრებისეული და დღესდღეობით მიაღწია რაღაცა სტაბილურობას, რაღაცა სიმშვიდეს, ხო? და აი შეინარჩუნეთ ეს სიმშვიდე, თქვენ გჭირდებათ ერთადერთი ის, რომ ნახეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, სიწყნარე, აი ეს ბედნიერების ნაპერწკლები, რომელიც გაქვთ და საკუთარი თავით დატკბეთ. ნახეთ, საკუთარ თავთან მიმართებაში იქონიოთ ჰარმონია. თუ გაქვთ ის მომენტი, რომ ადანაშაულებთ საკუთარ თავს, რამე მომენტში, აი რატომღაც ეს წამოვიდა, ნურაფერში ნუ დაადანაშაულოთ თქვენს თავს, იმიტომ რომ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, როგორც იქნებოდა სწორი და კარგი თქვენთვის და თქვენს გვერდზე მყოფებისთვის. ისე რომ მესამე ვარიანტმა ერთადერთი აი ეს მომენტი დაამუშავეთ, რომ ნუ დაიდანაშაულებთ თავს რაღაც საკითხებთან მიმართებაში. თქვენ ყველაფერი შეძელით, იმიტომ რომ სამყარო გეუბნებით, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც გამოიარა დიდი რთული გზა და
დღესდღეობით მივიდა იქამდე, რომ იყოს ბედნიერი, რომ იყოს წარმატებული, რომ იყოს ნაყოფიერი, ხო, მისი ცხოვრება. აი ესეთი სიტუაციები, მოკლედ სამი ვარიანტი. მე თითოეულ თქვენთაგას ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ. იმედი მაქვს რამეში დაგეხმარებათ ესეთი გაშლები და ვფიქრობ, რომ მარტო პარტნიორის ფიქრი გზნობა ქმედება და ნაბიჯებზე არ იყოს გაშლები და ნელ-ნელა დავიწყოთ ტაროს გამოყენება, ესე რომ ვთქვათ, ანუ ტაროს მეშვეობით დახმარება მივიღოთ გაცნობიერებასთან მიმართებაში, ხომ? ჩვენი რაღაცა გაცნობიერებები როგორ გადავალთ, ჩვენი თავი როგორ გადავაწყოთ, როგორ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და როგორ წავიდეთ უფრო წინ. ასე რომ ვისაც გექნებათ სურვილი, მე ესეთ რაღაცასაც შემოგთავაზებთ. ნუ ახლა ამას ალბათ ვინც ბოლომდე მოусმეს ამ ვიდეოს ის ადამიანი გაიგებენ. შეგიძლიათ ამ ვიდეოს ბოლოს, ანუ კომენტარებში დაწეროთ სურს გაცნობიერება და თითოეულ თქვენგანისთვის, ანუ ვინც დაწერს რომ სურს გაცნობიერება, ანუ რა მაქვს დასამუშავებელი, ხომ? ერთი არკანის მდგომარეობით ვეცდები კი არა და აუცილებლად ყველას გავცემ პასუხს, თითოეულ კომენტარზე, ხო? ანუ იქ ამოვიღებ თქვენთვის ერთ არკანს და კომენტარის სახით გიპასუხებთ, რაში გჭირდებათ გაცნობიერება. მე კიდევ ერთხელ ბედნიერებას, წარმატებას და უვლეს სიყვარულს გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან. დროებით.